ამ ვიდეოში მინდა გასწავლო ზუსტად როგორ შეგიძლია დაიკლო წონაში და აღარ მოიმატო არასდროს. ჩემს გარშემო რასაც ვხედავ არის უმრავლეს შემთხვევაში საშინელი მიდგომა. ეს სწრაფი დიეტები, სუხიშვილების დიეტა, ის დიეტა, მოკლედ. მოდი ეგ სისულელები დავივიწყოთ, იმიტომ რომ ალბათ წლების მანძილზე ხედავთ თქვენს გარშემო ხალხზე როგორ არ ამართლებს, იმიტომ რომ დაიკლებენ რამდენიმე თვეში მოიმატებენ ისევ 2 მაქს. არ მუშაობს, ეს არის იო-იო დაიეტინგი და მეცნიერულად შევეცდები რომ დაგანახო რეალურად რატომ არასდროს არ იმუშავებს მსგავსი მიდგომა. ყველა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს რაღაც გამონაკლისი, მაგრამ ძირითადად ფუნდამენტურად ეს მიდგომა არ იმუშავებს და გეტყვი რატომ. გამოვიხილოთ როგორ წვავთ კალორიებს. 4 მდგომარეობა, როცა კალორიებს წვავთ. პირველი არის, როდესაც მოსვენების მდგომარეობაში წვავ კალორიებს, მაგალითად ის ენერგია, რასაც ხარჯავ, რომ გულმა იმუშაოს და ზოგადად რო იარსებო რა. მეორე არის ვარჯიშის თერმოგენეზის, ანუ უბრალოდ ვარჯიშის დროს რა კალორიებსაც წვავ და მესამე არის ყველაფერი ვარჯიშის გარდა კლავიატურაზე წერის დროს, ზოგადად რომ დადიხარ სახლში, ისა, მოკლედ ყველაფერი რაც ვარჯიში არ არის, მაგის გარდა სხვა აქტივობები და მეოთხე არის საკვების თერმული ეფექტი. არ ვიცი სწორად ვთარგმნი თუ არა, იმიტომ რომ ინგლისურიდან მაქვს ნათარგმნი ეს ყველაფერი. ის ენერგია, რასაც ახმარ შენი ორგანიზმი, რომ საჭმელი მიღებული საჭმელი გადაამუშავოს. მგონი ძალიან სწრაფად ვლაპარაკობ, ცოტა დავუკლებ თემს. მოკლედ, წარმოგიდგენთ ესეთი სიტუაცია, რომ ხარ ადამიანი, რომელიც დღეში სტანდარტულად საშუალოდ წავს 2500 კალორიას. და დღის განმავლობაში იკვებები და იღებ 3000 კალორიას. ეს გვიქმნის პლუს 500 კალორიულ surplus, ანუ 500 კალორიით მეც იღებ და ამ შემთხვევაში შეიძლება მოიმატოს წონაში. თუ ჭამ 2000 კალორიას, ამ შემთხვევაში გვაქვს -500 კალორიის დეფიციტი და დაიკლებ მაგალითად 0.5 კილოგრამს კვირაში. მაგრამ ყოველთვის რაც ყველას ავიწყდება არის ის, რომ წონის კლებასთან ერთად კალორიების რაოდენობა, რასაც წვავ დღეში, ეგეც იკლებს. ამას ქვია მეტაბოლური ადაპტაცია. მოსვენების მდგომარეობაში მცირდება კალორიების მოხმარების რაოდენობა, ვარჯიშის დროსაც ნაკლებს დაწვავ, იმიტომ რომ შენი სხეული პატარავდება და შესაბამისად კალორიული მოთხოვნილება უჩნდება სხეულს. ანუ, როცა დაიწყე რაღაც 3 კვირის წინ ან 1 თვის წინ ეს 500 კალორიანი დეფიციტი, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ შეიძლება ეს 500 კალორიანი დეფიციტი იყოს 200 კალორიანი დეფიციტი გახდეს, იმიტომ რომ შენი სხეული ბუნებრივად უკვე ნაკლებ კალორიას წოვს და ნაკლები კალორია სჭირდება, რომ იარსებოს. თავისი ადაპტაცია, მეტაბოლური ადაპტაცია ხდება საკმაოდ სწრაფად, ზოგჯერ რამდენიმე დღეში. ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო? ამ შემთხვევაში ან ისე უნდა დააკლო კალორიები, ან უნდა შეეგუო იმ მაზრს, რომ შენი ცხიმის წვის პროცესი უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე გეკონა. რა გვჭირდება ცხიმის წვისთვის? გვაქვს 3 ყველაზე ფუნდამენტური რაღაც. ეს არის კალორიული დეფიციტი, ეს არის წონებით ვარჯიში და საკმარისი ცილა. ცილის რაოდენობა, რაც უნდა მიიღო დღის განმავლობაში, ნორმა არის 1.6-დან 2.2 გრამამდე შენი სხეულის მასაზე. მაგალითად, თუ ხარ 70 კილოგრამი, 70 გაამრავლე 2-ზე და მაგ რაოდენობის ცილის რაოდენობა უნდა მიიღო დღეში მინიმუმ, რომ კალორიული დეფიციტის დროს კუნთის მასა შეინარჩუნო. ესაა 3 ფუნდამენტური რაღაც. მაგრამ აქედანვე გეტყვი იმას, რომ ეს დაბალკალორიული კაცრი დიეტები, რომელიც გპირდება, რომ თვეში დაგაკლებინებს 15 და 20 კილოგრამ, ასეთი დიეტების დროს შენ წვავ უფრო მეტ კუნთს და შესაბამისად შენი მეტაბოლიზმი ძალიან შენელდება. დაგჭირდება რომ ჭამო უფრო და უფრო ნაკლები კალორია. ბოლოს რავი, უნდა ჩახვიდე ალბათ 800 კალორიაზე უნდა იყო, რომ კლება ისევ იყოს პროცესში და ამიტომ ხშირად ხდება ეს წონა გამეყინა და რა გავაკეთო და მე 1000 ღერხი არსებობს რომ დაძრან ეს წონა, მაგრამ ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი, განსაღი გამოსავალი არის ვარჯიშის დამატება. შენს ცხოვრებაში. და მოკლედ ამ სწრაფი დიეტებით მიღებული შედეგი იქნება დროებითი და რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად მოიმატებ დაკლებულ კილოგრამებს, ან ორმაგადაც იმატებენ. სოციალური ივენთებიდან თავის არიდება, მეგობრების არ ნახვა, იმიტომ რომ არა კალორიულ დეფიციტში ვარ და ვერ გამოვალ, შეიძლება იმუშაოს მოკლე ვადაში, მაგრამ საბოლოოდ რა შეგრჩება? შეგრჩება ის, რომ მეგობრებთან ერთად ვეღარ გახვალ, ძალიან კარგ მომენტებს გამოტოვებ მათი ცხოვრებიდან და საბოლოოდ შენი და შენი დიეტის ურთიერთობა გახდება ძალიან არაჯანსაღი და ტოქსიკური. და კი, თუ კონკრეტულ საკვების ჯგუფს ამოიღებ და აკრძალავ ბოლომდე, მაგათად არ მიიღებ ნახშირწყლებს საერთოდ, ან ცხიმებს, ან რაღაც ასე შემდეგ. კი, შეიკავებ თავს, რომ ბევრი არ ჭამო, იქნები კალორიულ დეფიციტში, მაგრამ დრო გავა, ოდესაც გატყდები, იმიტომ რომ შენს ორგანიზმს გაუჩნდება დეფიციტი სხვადასხვა ნუტრიენტების, იმის მოთხოვნილება გაუჩნდება, რასაც უკრძალავ ხშირ შემთხვევაში. არა ის გრძელვადაში sustainable method. ამისთვის გვჭირდება უკეთესი მიდგომა, რადგან ვიცი, ეს ბევრჯერ გიცდია და არასდროს არ გაამართლა, ხო? რა უნდა გააკეთო შენ, თუ გინდა წონაში კლება ჯანსაღად, გრძელვადაში შენარჩუნებით? 0.5-დან 1%-მდე სხეულის მასა
უნდა დაიკლო კვირის განმავლობაში. ამაზე მეტს თუ იკლებ, ეს არის არაჯანსაღი კლება და დიდი ალბათობით იქ კუნთსაც გაატან. დაახლოებით რომ გითხრათ, თუ ხარ მაგალითად 90 კილოგრამი, ეს იმას ნიშნავს, რომ კვირაში უნდა გქონდეს კლება 0.5-დან 1 კილოგრამამდე. ეს არის ჯანსაღი. ანუ სხვანაირად რო გითარგმნო, თუ შენი მიზანი არის რომ დაიკლო 9 კილო, მაგალითად, ან 10 კილო, ამისთვის დაგჭირდება დაახლოებით 10-20 კვირა. მაგრამ ეს 10-20 კვირა დავა ძალიან მარტივად. იმიტომ რომ შენი რაციონი იქნება მდიდარი ყველა კომპონენტით, საკვები კომპონენტით, რაც გჭირდება რომ იარსებო, ნახშირწყალი, ცილა და ცხიმი ადეკვატური რაოდენობით და კალორიული დეფიციტი იქნება ისეთი, დიეტა იქნება ისეთი ნელი, რომ ორგანიზმმა ვერც კი იგრძნოს რომ დიეტაზეა და კალორიულ დეფიციტშია. ამისთვის რა უნდა გააკეთო? ამისთვის უნდა დათვალო შენი შესანარჩუნებელი კალორიების რაოდენობა, ანუ დღის განმავლობაში რა რაოდენობის კალორიას მოიხმარ და ეს დამოკიდებულია რამდენიმე კომპონენტზე და ამის ორ მეთოდს დაგიწერ, როგორ შეიძლება დათვალო შენი დღიური კალორიების რაოდენობა, რასაც მოიხმარ და ამის -20% კალორიებისა უნდა მიიღო დღის განმავლობაში. ასევე მინდა გითხრა, რომ არ აუკრძალო შენ თავს არაფერი, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ეს ძალიან იმოქმედებს შენზე და გრძელვადაში არ არის ეფექტური. დრო და დრო შენს თავს უნდა მისცე იმის უფლება, რომ რაღაც გემრიელობებით ჭამოს. არაფერი არ უნდა აუკრძალო შენ თავს, თორე ესეც გაგტეხავს ოდესმე ფსიქოლოგიურად. დღეში 5 წუთი დაგჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დათრექო. დღის ბოლოს აიღე ტელეფონი და ნახე, ჩაწერე ამ აპლიკაციაში რა სჭამ. ამიტომ გამოდი ამ ლუფიდან, რაშიც ხარ მოქცეული, ამ წონის კლების, მერე ისევ ორმაგის მატების და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ხომ ხედავ, რომ ჩვენს გარშემო არც სულხიშვილების დიეტას გაუმართლებია არავისთვის, არც იმ არ ვიცი რა 1000-ნაირი დიეტები რო არის, არაფერს არ გაუმართლები. საკმარისი არ ვილაპარაკია ვარჯიშის კომპონენტზე. ვარჯიშის კომპონენტი აუცილებელია იმისთვის, რომ წონის კლების პროცესში შენს ორგანიზმს უთხრა, რომ მე ეს კუნთი მჭირდება და არ წაიღო, წაიღე ცხიმი. სხვა შემთხვევაში კუნთსაც წაიღებს და ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს სამი კომპონენტი, რაც გითხარი ვარჯიშის, საკმარისი ცილის რაოდენობა და კალორიული დეფიციტი. ვარჯიშით ეხმარები შენს ორგანიზმს, რომ კუნთის რაოდენობა გაზარდოს, კუნთის რაოდენობა როცა იზრდება მეტაბოლიზმი. რავი, იმედია გასაგებია და იმედია ძალიან ერთი და იგივე სტკეპვნა არ გამომივიდა და რაღაც საბოლოო შინაარსი გამოიტანე ამ ვიდეოდან. ის მაინც დაგანახე ალბათ, რომ ეს მოკლე დიეტები არაფერს არ შვება და აზრი არ აქვს. იმედია.